მეგობრებო, მოგესალმებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან. დღეს დრაგის დღეა. ჩვენი ბიჭებიც გამოდიან, დაჩვენებთ. სპორტებიც, იქეთ დრიფტია, ერთი ამბავია, კაი გართობა არის. კოლონით მოვიდნენ ჩემები, რა თქმა უნდა, და მე ვერ წამოვედი შემდეგი ბიზნესის გამო. ჩემ მოტოს უკვე იცნობთ და სახელი აქვს უკვე ამ მოტოს, ქვია ევა. და რატო ქვია ევა? წყალტუბოში ყოფნის დროს შემთხვევით ძალიან ბავშვურად წავიქეცი, ოღონდ ფეხით მოტოთი არა და თურმე ნეკნი გამიტეხია. მე ატეხილი ნეკნით ჩამოვედი თბილისში. მოუმატა ტკივილება, მე ვიყავი რენტგენზე და გატეხილია. მე მგონი მაგრამ მოუხდა სახელი დღეიდან ევა ერქნება ჩემ მოტოს ნეკნი შეიწირა და რა მე მგონი დააკოდა სახელი. ეხა ბიჭებს გავესაუბრები, მონაწილეებს უკვე გადავიღე ისა დრონით და ისეთი რა პატარ-პატარა კადრები შეჯიბრის და შედეგებს გავიგებ. ბილის ვნახავ ჰელის 20 წლის საიუბილეო კილები მაქვს წამოღებული და პაგას დავარიგებ გამომწერებზე და ბილი მთქვა რომ სადღაცო ხინკალი მჭამოთო და ეგრეაც ძალიან მომწონს. მოკლედ დღევანდელი გეგმა ეგ არის. Let's go. ბიჭები განიხილავენ რა როგორ მოხდა და მარტო ცოტნე იძახის რომ წავაგეო და შევალა იძახის მოვიგეო. მოდით ბიჭებო ორივე, მოდით ჩემ ჯოჯოხეთურ მოტოსთან. თქვენ აღარ შეგეკითხებით ეხლა და ზუსტად ვიცი რომ გამომწერები ხართ ჩემი, ამიტომ პირველად რა ქვია არქის ისტორიაში გახსენით ბექსტერის ჩანთა და ამოიღეთ როგორც გაგისწორდეთ, რამდენიც გაგისწორდეთ. კარგი იყო და პროსტა ერთადერთი რაც აკლია აქაურობას არის ბევრი კარგი მოტოციკლი რა. ჩვენც იმიტომ გამოვედით რომ ეხა მე არანაირი სპორტული ინტერესი მართლა არ მქონდა, პროსტა იმიტომ გამოვედი რომ აი პრეცედენტი ყოფილიყო რომ დრაგი ჩატარდა და ბევრი ადამიანი თუ იზავს ეგრე და თან ყავთ კარგი მოტოები, ძალიან კაი იქნება რა, იმიტომ რომ მთელი პასუხისმგებლობა იმისა რომ ეს კლასი შენარჩუნდეს და იყოს და ერქვას რომ კრუიზერების დრაგი გვაქვს არის ჩვენი რა და კარგი იქნება ცოტა ისე სერიოზულად მოვეკიდებით რა და არ არის აუცილებელი რომ მაინც პირველზე გახვიდებ. თავარია მონაწილეობა რა. რაც თავარი არის, მინდა თქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი გამოცდილება გაქვთ, როგორი განწყობით გამოდიხართ. თავარია გამოხვიდეთ. მაგალითისთვის აი ხა მეორე ადგილზე ვინც გავიდა, ეს კაცი სრულად შემთხვევით 2 დღით ადრე გავიგერო, დრაგი იყო კრუიზერებშიო. ჩავეწერეო და აი კი გავიდა მეორე ადგილზე. ინაღამ პირველ ადგილს ხელი გამოკრა. ამიტომ ყველას ურჩევდი რომ ჩაეწეროს, კარგ ემოციებს მიიღებს, კი კარგ გამოცდილებას და რაც თავარია დროს ტარება და სპორტული კრუიზერების კულტურის განვითარება არის. აბა თუ გახსნი? გახსენი? კი ბატონო.
გამომწერებს ეკუთვნით თითო-თითო. 20 წლის საიუბილეო ისი გამოშვება არის ჰელის. იო. თქვენ გეთაყვათ გამომწერი ბრძანდებით? არ მწხვენია? აიღე, მოდი. ძალიან მაგარია. ვიდეოებში კი ვნახე, მაგრამ მომეწონა ძალიან. არის ხო სილამაზე? მაგარია, ძალიან მაგარია. მოდი მე მოგცემ. ინებეთ გეთაყვათ. ყინული ვერ ვიშოვე. უკაცრავად. თქვენ ჩემი გამომწერი ხო არ ბრძანდებით? არა. თუ გამოიწერ მაჩვენებრო, გამომიწერ ჰელს მიიღებ. იცლება გამოწერაში. იცლება გამოწერაში. ეს არის? დიახ, სერ, დიახ. გამოწერა და ავტომატურად 20 წლის საიუბილეო ჰელის ქილა. გამოწერილია. დიდი მადლობა. გამოწერილი მყავდე წესი რა. მიყურებ ხოლმე? კი, კი. ნახე ბიჭო რა სირცხვილია ჩემი. უკვე გამომწერებს პირად ავცნობ, მეგობრობ უმრავლესობას. ყველამ გამოიწერეთ ლაშას ვიკვერდი აუცილებლად. ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ. იო. ბიჭებს სალამი, მობრძანდით, გეთაყვათ, მობრძანდით. გამარჯობათ. სალამი. მაჩვენებთ, რომ გამოწერილი ყავართ, მიიღებთ 20 წლის საიუბილეო ჰელის ქილას. ოპა. დავეგა. მიცებულება 1. ეს 1. აუ რა ინებეთ, მონა. ხარიგებსო? დიახ, მაჩვენე. თამაშებსო? მაჩვენეო, გამომწერი რო ხარ ვარ. შენზე ხა რავი, რანაირად აიღე. შენ ოჯახისევრი ხარ უკვე არხზე. მაჩვენე რომ გამომწერი ხარ, ან გამოიწერე და ერთი მაჩვენე. აგერ ძმაო, აიღეთ ჰელი გეთაყვათ. აგერ ულამაზესად, აიღეთ გეთაყვათ. ყინული ვერ მოვასწარ და სანამ გრილი არის. აჰა, დაიმსახურა აგერ, კი ბატონო, აიღე ძმაო, აიღე. რა. არა, 10. ეს რაღაც ახალია. საიუბილეოა 20 წლის. მე ხელი ობიექტზე. მაჩვენეთ რომ გამომწერი ხართ, ან გამომიწერეთ და მიიღეთ ჰელის ქილა. დიახ, სერ, დიახ. ეგრევე, დავაი, აიტაც. მადლობა. ორცად. ძალიან ლამაზია. ისე რა სიტყვი დღევანდელ დღეზე? ძალიან კარგი დღე არის. მეტი ხალხი უნდა მოვიდეს, რა თქმა უნდა, რომ მოტოკულტურა უფრო დაფასდეს საქართველოში. რამდენად გაერთე? ძალიან კარგია და ეხაც რაც მიმდინარეობს, აი ჩართული ხარ ემოციები, ადრენალინი გაწვება, რასაც ქვია და განსხვავებული მოტოები რო არის, თვალს ძალიან უხარია რა. დღევანდელი დღე იყო ადრენალინი და ემოციებით სავსე და რა ვიცი, კარგი დღე არის ხოლმე რა, აი აქ როცა ვიკრიბებით რაღაცნაირად აი ესეთია, სიახლეა და განსხვავებულია იმ ჩვენი რუტინა და ყოველდღიურობიდან და ასწორებს. Anniversary, ოპა. ეგ არის და ელი ძალიან კაი დასმელი არის, მე რომ მკითხოთ. პირველად გავედი, პირველად მივიღე მონაწილეობა და თან ჰარლის ორიგინალი ქართული საბურავი მიყენია და ყველა ჯერზე მისრიალებდა, მაგრამ აჩვენე 10 და 5 წამი, რაც პირველ ჯერთვის ძალიან კაი. მე მახსოვს გუშინ ამბობდი 11 მინდა ვაჩვენო. ო, და ანუ ჩემ მოლოდის გადავაჭარ, ეგ თავარია რა და ვნახოთ შემდეგზე თუ ახალი საბურავი დავაყენე, კიდე ერთხელ ვწდი ბედს რა. ნასიამოვნები თუ ხარ, შენ ეგ თქვი, ეგეთი მოჟამული სახე რატო გაქვს? რასიამოვნები ვარ და მინდა რომ კიდევ ცადო და ვნახოთ რა გამოვა რა. თავარია ეხლა ყველაზე საწყენი რაც არის რომ საკმარისი რაოდენობა მერე დროს ვერ ვიკრიბებით ამ ყველაფრისთვის რა და შემდეგ ჯერზე რავი უფრო მომზადებული ვიქნები და იმედია უფრო მეტი ხალხიც ვიქნებით რა თავარი ეგ არის რა თან გუშინ ამბავს რაც გადავრჩი კიდე კარგად გავიარე შენ კი იცი ეხლა ვერ ვიტყვით მაგრამ ყველაფერს გუში რაც გადავრჩი ვერ ვიტყვით ჯერ მეგობრებო მაგრამ დედასპიცა ვარ ფილმი დაემართა რა უნდა გავიდეს გუში რაც მოხდა და რავი რა გუშინდელის რესტან გამომდინარე მაინც გონია რომ ჩემ თავს გადავაჭარბე და ეგ მიხარია რა ყველაზე მეტად რა და ვნახოთ რა ეხლა ხასიაძე მოდი და მე შენ უნდა მოგცე 20 წლის საიუბილეო ჰელის ქილა გრილია იყინული ვერ ვიშოვე მაგრამ გრილი არის თბილი არ არის ეს რო დავლიო მეორეჯერ მასდევინებე ეს რო დავლიო მეორე არ გაგიშვებენ ვერ გაივლი იმ კონტროლს რა ქვია დრაგ კონტროლით რაღაც აქ უნდა ჩაასხა ბაქში ეგრევე და წავიდა ჩეთერობა გამოვა იო ჩემი მეგობრები ემზადებიან უკვე ბილი ჩაგვიდგება სათავეში და მიუხედავად იმისა რომ აუ ამან რა ქნა ასე გწყუროდა ბიჭო
ჩემი მეგობრები ებზადებიან, ეხლა მინდოდა სპორტების გადაღებაც და დრიფტის გადაღებაც, მაგრამ ამბობენ ხინკალი ძვლებს უხდებაო და ჩემი ნეკნის სამკურნალოდ გავუყვები მხოლოდ ეხლა ამათ ხინკალზე რა. და მაინც ამ სექტის წევრი ვარ, რავი, რა ვქნა რა. კი ყველა მოტო მიყვარს და ყველა მოტოს პატივს ვცემ, მაგრამ რა დებილობა დამემართა, და მოვიწყდა რომ კეპიტვი. არც იმათ მაიცია რომ უნდა დამელოდო. მედია მივხვდები საით ვიდია და დავეწე. ბუდი თუ ერთი საპრიზო ადგილი მაინც წამოვიღეთ ამჯერად. მე ცველოდით, მაგრამ ისე დალაგდა რომ მეტი არ გამოვიდა. ეტაპი ველოდება კიდევ ნახოთ. წინარი კიდე და რა ვიცი ვნახოთ აბა ვინ იქნება. მაგრამ რაღაცა ბასილი ვიქტორი ყავსო ერთსო ესე გავიგე და ვიქტორი ან თვითონ ეგ კაცი უნდა გახდეს Black Belt-ის წევრი და მაინც ჩვენ ჩაგვეთვალოს. ჩვენსკენ ეგ ან უნდა მოუგოთ კაროჩე რაღაცა ეგეთი გეგმა. ოქრო ყანაში მიგვიღო რესტორანმა კოლხეთმა. სჭა მეთქეთ აყვათ ნახეთ რა კაი ხედია ჩემი კაი. თუ ჩანს არ ვიცი ხა წესია. კაი ხედია. 10-დან ჩემ თვალში იყო 7 რა მოშიებულზე. ჩემი კრუიზერული ვალი მოვიხადე და ბიჭებთან ვიყავი. იუთუბერულიც მომენტ გადავიღე. კი ნახავდით უკვე. და მეგობრებო, რაღაცნაირად იქნება გავავრცელოთ ჩვენ საზოგადოებებში, რომ არაფერი აქ ისეთი არ ხდება. საშიში და რა ვიცი, სამასებით არ დადიან და რა ვიცი, ერთმანეთს თავპირს არ ალეძავენ. ძალიან კაი გართობაა ეს დრაგი. და იქნება რაღაცა გავბევრდეთ რა. იმიტომ რომ მეც ძალიან მინდა მონაწილეობის მიღება და აზრი არა აქვს და
თუ ბევრი ვიქნებით, მე დაიყოფა უკვე რა, კუბატურების მიხედვით და რაღაცა და ჩემნაირი მოტოციკლეტების პატრონებსაც შეგვეძლება ჩვენ კლასში მივიღოთ მონაწილეობა. ხო და რავი, გავავრცელოთ. მოდის გიხდით მეგობრებო, იმისთვის რომ სხვა კადრი არ მაქვს, მარტო ეს კადრი მაქვს. ამ ეტაპზე რა. ჯერ მოტო კიდე დაუსრულებელი არის. ოლირება და რაღაცები ჭირდება და რამდენჯერ მოვხსნი და დავაგებ ეხა ამ ვინშილდს და რაღაცებს არ ვიცი და ჯერ არ გამიკეთებია მოკლედ რა. სამაგრი წინა კამერის. მოკლე ვიდეო გამოვიდა მართალია, მაგრამ გრძელი დღე იყო და სასიამოვნო. ვინც არ იყავით დღეს, გირჩევთ რომ შემდეგზე იყოთ, გაგისწორდებათ. მადლობა მინდა უთხრა ჰელს ვერტიტკოვისთვის და 20 წლის იუბილეს ვულოცავ. დღეს მაგასთან დაკავშირებით წამოღებული მქონდა ერთი შეკვრა. უბრალოდ აი ყინული ვერ ვიყიდე და კიდე კაირო დროზე დაიტაცეს სანამ გრილი იყო. და ლამაზი ბოთლები გამოუშვეს, ვერ მგონი, აბა ნახეთ. მე კიდე მეგობრებო, ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ აუცილებლად. როგორც უკვე იცით, წინ დიდი ამბები გველოდება. მოგზაურობებს ვიწყებთ. ჯერ საქართველო, შემდეგ ევროპა და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის პარალელურად ალაგ-ალაგ პოდკასტებს და ლაბაზ მოტოებს, ასე ვთქვათ, ცოტა განსაკუთრებულ მოტოებს შემოგთავაზებთ. და პლუს მოტო ნიუსი მეგობრებო, თუ რამე მოხდება Black Belt-ის ირგვლივ და ზოგადად მოტო სამყაროში, რაცაც მე ჩავთვლი რომ მნიშვნელოვანია, აუცილებლად გადავიღებ, დავაშუქებ და გაჩვენებ. მადლობა რომ მიყურებთ, მადლობა რომ ჩემი გამომწერები ხართ, მადლობა ლაიქებისთვის, კარგი კომენტარებისთვის და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. აბა კარგად.